Archi, Radio Imedze, Zaza Ჭიტანავასთან ერთად. დღის აქტუალური თემა. Შემშვიდობისა 16 საათი 16 წუთი გახლავთ რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განმარგზავნებთ მუშაობას და სტუდიაში ხალხის ზალის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელს დეპუტატს ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს მასპინძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს. მადლობა და სიმშვიდეოსო. კი ბატონო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ბატონ დიმიტრი, პირველ რიგში ალბათ მაინც უნდა დავიწყოთ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიმდინარე პროცესებს და მათ განცხადებას უკავშირდება, ერთი განცხადება, მეორე საქართველოს მართული პარტიის გადაწყვეტილება. რა სulis ეს ყველაფერი? ბევრი პოლიტიკური ლიდერი ხას უსვამს იმას, რომ ერთის მხრივ მოხდა აღიარება ჩვენი დელეგაციის მიღებით ლეგიტიმაციისა არჩევნების და შედეგად ჩამოყალიბებული მართული პარტიისა, ხოლო მეორეს მხრივ იყო გარკვეული ტიპის დათქმები, მათ შორის არჩევნების ხელახლა ჩატარებისა. და ამის პასუხი ვიცით, თუმცა ამ პასუხის შემთხვევაშიც პოლიტიკურ განცხადებაში ყველა შემთხვევაში ხაზგასმული იყო, რომ ჩვენ ევროპულ ამ სტრუქტურებში ისევ ვრჩებით ყველა ტიპის კომუნიკაციისთვის. თქვენი შეფასება ამ პროცესთან მიმართებაში და როგორ ფიქრობთ, რა ტიპის გავლენას მოახდენს ეს მიმდინარე შიდა პოლიტიკურ საზოგადოებრივ ველზე? რა თქმა უნდა, ეს არის იმ პოლიტიკური პროცესების გაგრძელება და ერთ-ერთი ეტაპი, რასაც ჩვენ გვაქვს საქმე ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით 2022 წლის დაასწრის შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრაქტიკულად მთელი მსოფლიო უკვე სხვა რელსებზე გადავიდა, გარკვეული სამართლის პარტნიორული წესების უგულებელყოფა მოხდა და ქვეყნები, კავშირები თუ ალიანსები უკვე საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ღებულობენ გადაწყვეტილებას. ის რაც ევროსაბჭოს ასამბლეაში რეზოლუციის სახით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად უარგუმენტოა, უსაფუძვლო და მე ვფიქრობ, რომ ესაც არის საქართველოს მორჩილებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპი და სწორედ ამიტომ არავით არის არგუმენტი იმისა, რომ რატომ უნდა იქნას ასე ვთქვათ, არ იქნას ცნობილი საქართველოში არჩევნები და უნდა ის ჩატარდეს ხელახლა. პრაქტიკულად არის მხოლოდ განაცხადი ისეთი, რომ მათ ეს შედეგი არ მოწონთ და მხოლოდ ამიტომ სურთ, რომ ჩატარდეს თავიდან არჩევნები, რომ იქნებ მათი სასურველმა ამ შემთხვევაში როგორც ჩანს პროცესებიდან მათთვის ინტერესი არის მიმართული ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებისკენ და ცდილობენ, რომ რამენერად ეზალა ისევ მოიყვანონ ხელისუფლებაში. ეხლა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არც ისე უნდა გავიგოთ ისე, როგორც ეს მოხდა. ანუ ევროსაბჭოდან საქართველოს რა თქმა უნდა არ გამოსულა, ევროსაბჭოს წევრია საქართველოს, რა თქმა უნდა ეს ურთიერთობები გაგრძელდება. ასე მინდა ვთქვა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტი სულ რამოდენიმე ხნის წინ სტუმრობდა საქართველოს. მან გაბედა ეს სტუმრობა, გაბედა გულისხმობ, რომ ამ პროცესებში ფიქრობ, რომ მისი საქართველოში სტუმრობა ბევრ ლიდერს და ამ პროცესების ავტორებს შემოქმედებს, რა თქმა უნდა არ მოეწონათ, მაგრამ მან გაბედა საქართველოში ჩამოვიდა, ეს რა თქმა უნდა იყო ლეგიტიმაციის ერთ-ერთი ფორმა დასტური ამ ურთიერთობისა, მაგრამ პროცესები როგორც წარიმართა, საქართველოს დელეგაციამ თქვა მონაწილეობაზე უარი. აქაც შეხედეთ, როგორ პრაქტიკულად ასამბლეამ აღიარა ქართული საპარლამენტო ჯგუფის ლეგიტიმაცია, მაგრამ შემდეგ დრო დაუთქვა, რომ რამოდენიმე თვეში თუ ის არჩევნებს არ ჩაატარებს, მაშინ მისი მონაწილეობას ისინი მხარს აღარ დაუჭერდნენ, ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იყო ის, რომ საქართველოს დელეგაციამ მას შემდეგ, რაც მისი ლეგიტიმაცია ადგილობრივად იქნა ამ გადაწყვეტილებით ცნობილი, რომ თავად თქვა უარი, რომ ასეთი პირობადებული ურთიერთობაზე ის თავად ამბობს უარს. რამე თუ ეს გადაწყვეტილება იყო არა მხოლოდ შალ ქაღალდზე მიღებული გადაწყვეტილება, არამედ ეს იყო ქართველი ხალხის, სახელმწიფოს და იმ უმრავლესი აღმოჩენილის შეურაცხყოფა, რა გადაწყვეტილება საზოგადოებამ მიიღო. აქ იყო უმნიშვნელოვანესი ასევე ქვეყნის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის აუცილებელი
პირობა, რომ საქართველოსში ვინ იქნება ხელისუფლება, ამას უყურებს ქართული საზოგადოება, ასეთი გადაწყვეტილება მიიღება საქართველოსში და არა სადღაც სხვაგან მის საზღვრებს გარეთ, რა კავშირიც ეს არ უნდა იყოს და რა სართულიც ეს არ უნდა იყოს. ამიტომ ფიქრობ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. თუმცა ახალი აქ არაფერი არ მოხდა. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის მსგავსი პროცესი, რაც მოხდა 2020 წელს არჩევნების შემდეგ, როცა ქართულმა ოცნებამ მორიგი გამარჯვება დააფიქსირა ქართველი აუმრჩევლის უმრავლესობის გადაწყვეტილებით. ყველა პრაქტიკულად მაშინო არჩევნები, მაგრამ შემდეგ შემოიტანეს ეგრეთ წოდებული შეთანხმების დოკუმენტი, შალმიშერის დოკუმენტს გაგახსენებთ, სადაც იქაც უკვე პირობები გაჩნდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე თუ კი ქართული ოცნების მხრიდან არ დაიდებოდა 53%-ზე მეტი მაჩვენებელი, მაშინ საპარლამენტო არჩევნები თავიდან უნდა ჩატარებულიყო. ესაც როგორც გუშინდელი გადაწყვეტილება, ის წინა გადაწყვეტილებას აბსოლუტურად არაფერს არ ეფუძნებოდა. აქაც მხოლოდ ჩანდა სურვილი, რომ ქართული საზოგადოების გადაწყვეტილებით მავანი იყვნენ უკმაყოფილო და რამე ფორმით უნდა შეცვლილიყო ეს გადაწყვეტილება. გახსოვთ მაშინაც რომ იყო მიხეილ სააკაშვილის, გვარამიას და მათგან წოდებული პოლიტიკური პარტნიორების გათავისუფლების ვალდებულება და ახალი არჩევნების ჩატარება. 53% თქვენ თუ დამეხმარებით, ან ვინმესგან თუ გსმენიათ აქამდე საიდან იყო ეს 53% მოტანილი, არავინ იცის. უბრალოდ ეს ვიღაცას სურდა და ქონდა იმედი, რომ ქართული ოცნება ადგილ არჩევნებზე მაშინ 53%-ს ვერ დადებდა და ამას გამოიყენებდა უკვე წინაპირობად ახალი არჩევნების ჩატარებისათვის. 53%-ს დაიდო, საზოგადოებამ ისევ დააფიქსირა მხარდაჭერა ქართული ოცნების მიმართ და ისევ გაგრძელდა ბრძოლა, ზეწოლა, უგულებელყოფა, სამართლის წესების, ასევე პარტიული წესების აბსოლუტური უგულებელყოფა და ისევ ის რომ ვიღაცას ასე არ სურს და უნდა სხვაგვარად. ისე რომ რა თქმა უნდა ჩვენ ვალდებული ვართ რომ ჩვენი აუმრჩევლის ინტერესები დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და გადაწყვეტილებები რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა მიიღებოდეს ის არ გავასხვისოთ და არ გავიტანოთ გარეთ რაც არ უნდა ვინმესთვის ეს სურვილის და ინტერესის სფერო იყოს. გასაგებია. ბატონ დიმიტრი, აი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღის თავზე თუ კვირის თავზე ზუსტად არ მახსოვს ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც უკავშირდებოდა იმას, რომ მით უმეტეს რადგან ევროკავშირის მხრიდან იყო ნათქვამი, რომ 28-30 წლამდე გაწევრიანებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია და არ ხსნის არავისთან, იმისთვის რომ არ იყოს პოლიტიკური ინსინუაციები და ზემოქმედების ნეგატიური ბერკეტები, საქართველოს ამ ინიციატივას არ წარმოაყენებს, თუმცა შვიდად გააგრძელებს საშინაო დავალების შესრულებას ევროსაბჭოში შესვლისთვის და მე ჩვენ ნახეთ რაც მოყვა ამ ყველაფერს, ხო? სწორედ ეს განცხადება შემდეგ უკვე გახდა იმის მიზეზი, რომ პოლიტიკური პარტიები, საზოგადოების წარმომადგენლები ქუჩაში გამოდიოდნენ და ეს პროცესი გრძელდება. მაშინაც ითქვა, რომ ეს განცხადება შეგნებულად გაკეთდა, რადგან რაღაცა პერიოდის შემდეგ ევროკავშირის მხრიდან ან ევროსტრუქტურების მხრიდან შეიძლებოდა მომდევნო განხილვაზე რაღაცა ისეთი გადაწყვეტილებები მიღებულიყო, რომ ცვლილება მოხდარიყო მართული ძალისა, იყო ამაზე ბევრი საუბარი, ხო? ანუ ეს ითქვა მაშინ, რომ ეს ერთგვარი თადარიგის დაჭერა იყო. ახლა ძალიან საგულისხმო იყო ალბათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაკეთებული განცხადება ქალბატონ თეა წულუკიანის მხრიდან, რომელმაც მისი სიტყვებით ექსტრემით ოპოზიციას უთხრა, რომ მიუსამძიმრა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან ყველანაირი მიზეზის გარეშე ჩვენი გაშვების პროექტი ჩაუვარდათ. და ასე ვთქვათ, აქაც დასწრების ელემენტი იყო. რაღაცა ერთმანეთს გავს, აი დასწრების ელემენტები. მით უმეტეს ყველაფერი იყო აგებული იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური ამინდი გლობალურად იცვლებოდა ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ. შეიძლება რაღაცა კითხვის არსი ერთი და იგივე იყოს, არაერთხელ დასმული არაერთ ადამიანთან. თუმცა თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ეს პოლიტიკური თამაშის ბევრი ნაწილი არსებობს, მაგრამ აი თადარიგის დაჭერისთვის, დროის გაყვანისთვის, პოლიტიკური ეფექტიანობის და მდგრადობის შენარჩუნების აი ეს აქტივობების რეჟიმი
როდემდე და რამდენი ხანი გაგრძელდება. მე გულისხმობ გასაგებია რომ პოლიტიკა ცოცხალი ორგანიზმია და ეს პროცესი არ დასრულდება, მაგრამ რაღაც ისე სტაბილურ რეჟიმში, რომელიც რაღაცა გლობალური გადანაწილების შემდეგ რაღაც რეჟიმში დგება ხოლმე. ჩვენ ვართ ამ გლობალური გადანაწილების რეჟიმში და ქარცესხში ვტრიალებთ, მაგრამ აი პროცესების რაღაც სტაბილურ რეჟიმში გადასვლის რა პერსპექტივას განიხილავთ? ხო, ერთია პოლიტიკის ის ნაწილი, რაც უშუალოდ საქართველოს ეხება, მაგრამ მეორეა, რა თქმა უნდა, ის პროცესები, რასაც ყველა ვხედავთ, რომ თემ სოფლიოში პრაქტიკულად თამაშის აქამდე დაწესებულ წესებს აღარ ექვემდებარება არავითარი ურთიერთობები და სახელმწიფოები გადავიდნენ ეგოისტური პოლიტიკის წარმოებაზე, მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. და რა თქმა უნდა, დიდი პოლიტიკის ფორმირების აქტიური პროცესი მიმდინარეობს და აქ რა თქმა უნდა, დიდი ქვეყნების დამოკიდებულება არის გადამწყვეტი. თუმცა ჩვენ ასევე ვადევნებთ თვალყურს, რომ თავად ის ქვეყნებიც კი უპირისპირდებიან ერთმანეთს, რომელიც ამა თუ იმ კავშირში ერთად არიან გაწევრიანებული, ამ ვთქვათ, ერთი ალიანსის წევრები არიან. მაგალითისათვის, გახსოვთ ალბათ, როდესაც თურქეთმა ერდოღანმა და ასევე შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამერიკა ცდილობს, რომ თურქეთი უკრაინის ომში ჩაითრიოს. მაშინ მართალია მხოლოდ ჩვენ განცხადებებს აკრიტიკებდნენ, რომ ვამბობდით, რომ საქართველოს განიხილება როგორც მეორე ფრონტის შესაძლო პერსპექტივა და ამაზე ჩვენ მქონდა მკაცრი რეაქცია, მაგრამ შემდეგ თითქოს ეს ჩვენგან იყო მოგონილი, მაგრამ ასევე თურქეთმა იგივე განცხადება გააკეთა. ასევე ნატოს წევრი თურქეთი გარკვეულწილად დამოუკიდებელ თამაშს იწყებს და როცა მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით ევროპის და მით უმეტეს ნატოს წევრი ქვეყნები ერთვებიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში, თურქეთმა ღიად განაცხადა, რომ რუსეთთან ფრენებს და ეკონომიკურ ურთიერთობებს და მით უმეტეს სანქციებში მონაწილეობას ის არ მიიღებს და ეს იყო მისი განსხვავებული დამოკიდებულება. ასე განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა იგივე თურქეთს, როდესაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისრაელს პრაქტიკულად ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე იყო ამერიკის შეერთებული შტატები, არადა თურქეთის პრეზიდენტი ტერორისტად იხსენიებდა ისრაელის ძალიან მკვეთრი განცხადებები გააკეთა. საფრანგეთიდანაც გვახსოვს ჩვენ, როდესაც მაკრონმა ღიად განაცხადა, რომ ის არის ამერიკის შეერთებული შტატების ვასალი. ასევე ისრაელის პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ ის არის ამერიკის დროშაზე ერთ-ერთი ვარსკვლავი. ხედავთ, რომ გრენლანდიის თემა წამოიწია და ამერიკამ განაცხადა, რომ ის შეიყვანს ჯარებს და მის გავლენას გააქტიურებს გრენლანდიას და ამავე დროს დაუპირისპირდა საფრანგეთის ზუსტად მახსოვს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, ეს რა თქმა უნდა იქნებოდა ფართომაღლესი ეშელონების შეთანხმებული, რომ საფრანგეთი შეიყვანს ჯარს და ისე რომ აქ გარკვეული დაპირისპირების საკითხიც იკვეთება. თავად ევროკავშირში ნატოს წევრი ქვეყნების ასევე ევროკავშირის ხედავთ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკეთ განცხადებებს აკეთებენ. უნგრეთმა პირდაპირ განაცხადა, რომ ევროკავშირმა და სოროსის კაბინეტმა უნდა დაასრულოს საქართველოს ხელისუფლებაზე უსამართლო ზეწოლა და მასზე თავდასხმები. ხედავთ, რომ პრაქტიკულად აირია მთელი მსოფლიო, ამიტომ საქართველოს, რომელსაც აქვს გამორჩეული რესურსი, ნაკლები რესურსი, როგორც ეკონომიკური, სამხედრო, ასევე პოლიტიკური და მას მეტი სიფრთხილე ჭირდება. ასეთ არეულ მსოფლიოში, როცა სანამ დიდი ქვეყნები უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას ჩამოაყალიბებენ და მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ რეგიონში არის ორი საომარი ცხელი წერტილი, ერთი უკრაინა, რომელთანაც ჩვენ მხოლოდ შავი ზღვა გვაშორებს და ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირება, სადაც მხოლოდ თურქეთი ყოფს ამ აქტიურ საომარ ზონას. ირანის სიახლოვეც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გავლენას ახდენს ამ პოლიტიკურ პროცესებზე, ამიტომ საქართველოს მართებს საკუთარი ინტერესების დაცვა და ამ პროცესებიდან რაც შეიძლება მეტად დისტანცირება. და არა მხოლოდ დისტანცირება, არამედ მან უნდა გამოიყენოს კიდევ საკუთარი სარგებლისათვის
ზოგჯერ ცუდ პროცესებში შეიძლება გარკვეული პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური სარგებლის ნახვა და ამას აკეთებს სწორედ ხელისუფლება. ჩვენ რომ ეს ფრთხილი პოლიტიკა, გონივრული და რეალური პოლიტიკა არ გვეწარმოებინა, ჩვენ ვიქნებოდით უკრაინის ბედის მოზიარე და არაერთხელ გვიბიძგეს იქეთ გახსოვთ ალბათ როცა უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დანილოვი ღიად ამბობდა, რომ კარგი იქნებოდა თუ კი უკრაინელ დედებისა და ბავშვების მსხვერპლს შეეშველებოდა ქართველი დედებისა და ბავშვების მსხვერპლი. ასევე გახსოვთ განცხადები, რომ დროა რომ ქართულმა ჯარმა გაისეირნოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ეს რა თქმა უნდა იყო საომარი მოწოდებები. გახსოვთ როცა ოპოზიცია ამაში ინსტრუმენტად იყო გამოყენებული და ცხელი ბომბების სვენას აძლევდა უპირატესობას, ასევე ითხოვდა რომ უკრაინაში ჩვენ გაგვეგზავნა სამხედროები, ჩარტერებით, ამის ორგანიზება გაეკეთებინა ხელისუფლებას და ასევე საყვედურობდნენ რომ არ ვაგზავნიდით უკრაინაში იარაღს. რა თქმა უნდა ეს იქნებოდა მაპროვოცირებელი რუსეთის მხრიდან რომ საქართველოს სამხედრო დარტყმა განხორციელებოდა, ეს იყო მთავარი მიზანი. მიზანი ის რომ საქართველოს ყოფილიყო ჩართული ომში და თუ ვინმეს დღემდე აქვს კითხვა რატომ იყო საჭირო ეს სამხედრო სტრატეგიიდან გამომდინარე ნამდვილად დიდი ომის სასურველი შედეგით დასრულებისათვის სასარგებლო იქნებოდა რომ რუსეთის პირისპირ კიდევ დამატებითი ცხელი წერტილი გაჩენილიყო და ეს ყოფილიყო საქართველოს. ეს არ იქნებოდა მხოლოდ დამოუკიდებლად საქართველოს, ეს იქნებოდა კავკასია, რომელიც ბრძოლის უნარიანია, ის არ არის ნატოს წევრი და ნატოსაც პირდაპირ ვალდებული ამ შემთხვევაში არ ეკნებოდა და სწორედ ამიტომ იყო უპირატესი ინტერესი, რომ საქართველოს კიდევ ერთი სისხლის დამცრელი დამდგარიყო რუსეთის სხეულზე. ამიტომ ჩვენ ჭირდებოდა სიფრთხილე, ეს სიფრთხილე გამოვიჩინეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას დღეს საქართველოს არ პატიობენ და დიდ მოთამაშეებს, როგორც ჩანს, საქართველოს ჭირდებათ როგორც მორჩილი ქვეყანა, ცალფეხზე მდგომი ქვეყანა და არის დიდი ინტერესი მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, რომ საქართველოს არის შუადერეფნის აქტიური მოთამაშე, ასევე შავი ზღვის აუზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა და ამიერკავკასიაში როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური დომინანტი და რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია ჩინეთთან ურთიერთობაში, როცა შუადერეფნის აქტივობაზეა საუბარი, ეს რა თქმა უნდა დასავლეთისთვის არის გარკვეულწილად სასარგებლო, მაგრამ პოლიტიკური გავლენებისათვის შეიძლება ვინმესთვის ეს იყოს უსარგებლო, ამიტომ ვფიქრობ, რომ როგორც ხვები საკუთარი სარგებლიდან უყურებენ მსოფლიოს და ისე ფიქრობენ, რომ ამ ახალ არქიტექტურაში თავისი ადგილი მოძებნონ, საქართველოსაც რა თქმა უნდა უპირატესად უნდა გაითვალისწინოს პირველ რიგში საკუთარი ინტერესები, საკუთარი სუვერენიტეტი, რომელიც არის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი საკუთარი ინტერესების დასაცავად. და ისე რომ ცალფეხზე ვიდგეთ და ვისაც როგორ მოუნდება ისე დანიშნოს არჩევნები, ვისაც როგორ მოუნდება გამარჯვებულად ის გამოაცხადოს და ვისაც როგორ მოუნდება ისე ჩართოს ან არ ჩართოს ამა თუ იმ ომში, ამა თუ იმ პოლიტიკურ ბრძოლაში ქვეყანა, რომელსაც არც კი შეეკითხებიან რასურს მას. გასაგებია. ბატონ დიმიტრი, ლოგიკურია რომ გლობალური უსაფრთხოების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და აქ ვინ ამ ამღრეულ სივრცეში ვინ რა ათებს დაიჭერს და რა პოზიციას, ეს გადამწყვეტი იქნება უახლოესი ათწლეულების განმავლობაში დიდი ალბათობით. მაგრამ აი ამ კონსტრუქციის ცვალებადობაში ფაქტია რომ პრინციპში მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, განსაკუთრებული პოლიტიკური სიახლოვით გამორჩეული ამერიკისა და გლობალური დასავლეთის, ევროპული კონტინენტის ურთიერთობებშიც რაღაცა სახეცვლილების პოლიტიკური ნიავი მოსალოდნელია და ჩემი პირადი შეფასებით თუ კი ბევრი წლის წინ იგივე ჯორჯ ბუშის პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ევროპული კონტინენტის დიდი მოთამაშე სახელმწიფოების საპირწონედ თქვა იგივე პოლონეთს ძალიან პოლონეთი ერთგვარად ამერიკული ხმის ევროპულ სივრცეში ხმამაღლა გამავრცელებელიც იყო ერთგვარად და იგივე პოლონეთით საფრანგეთი იქნებოდა გერმანია იქნებოდა თუ ინგლისი მათი დაბალანსებაც კი ხდებოდა რაღაც კუთხით მე ვფიქრობ ხომ მე ასე ვფიქრობ და როგორ ხედავთ აი ამას ახალ მოცემულობაში როდესაც ტრამპი მოვა სხვა პოლიტიკური ფასეულობები და ამ დროს წინა ამერიკული
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ლიბერალური ფასეულობები დომინირებს. აქ ხომ არ იქნება თქვათ აი ამ შემთხვევაში უკვე ამერიკისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა და საყრდენი, რაც ისედაც იგრძნობა იგივე უნგრეთი, სლოვაკეთი დანარჩენ სახელმწიფოებთან მიმართებაში, თუნდაც იგივე საფრანგეთთან მიმართებაში. ბრიტანეთი გასულია და გერმანიაშიც აგერ არჩევნების შედეგი გვაქვს. აი მოკლედ ევროპულ-ამერიკულ სინქრონულ პოლიტიკური ურთიერთობის პერსპექტივას როგორ ხედავთ და ამის სახეცვლილებას? იმიტომ რომ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია გასაგები. კი, მე ვფიქრობ, რომ ისე როგორც ყველა ომი დასრულდა და შემდეგ მას ჰქონდა როგორც ნეგატიური, ასევე არქიტექტურული თვალსაზრისით ზოგჯერ პოზიტიური გავლენებიც. ვფიქრობ, რომ ეს აურზაურის დასრულდება, თუმცა რა თქმა უნდა, აქ ამერიკის როლი არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია რუსეთზე მეტად უკვე ჩინეთის ფაქტორი იკვეთება. ამიტომ ვფიქრობ, რომ პროცესები საინტერესოდ წარიმართება. ამერიკაში არჩევნები იქნა ტრამპის საბედნიერო ტრამპის სასარგებლოდ დასრულებული, ასე ვთქვათ, ტრამპამ მოიგო არჩევნები, მაგრამ ბრძოლა ვფიქრობ თავად ამერიკაშიც არ დასრულებულა, იმიტომ რომ ღიად განაცხადა ტრამპა, რომ Deep State, რომელიც აქამდე ამ პროცესების ძირითადი მმართველი იყო და დღესაც მისი გავლენები არის საკმაოდ მძლავრი, მან პრაქტიკულად ამის წინააღმდეგ უკვე ღიად გააკეთა განცხადებები, მაგრამ რა თქმა უნდა ამას სჭირდება დიდი ძალისხმევა, იმიტომ რომ არჩევნები დასრულდა ტრამპის გამარჯვებით, მაგრამ Deep State-თან ბრძოლა როგორ დასრულდება, ეს ჯერ კიდევ არავინ იცის. რა თქმა უნდა, თუ კი ამერიკამ დაამარცხა Deep State, ეს იქნება სასარგებლო არა მხოლოდ ამერიკისათვის, არამედ მთლიან მსოფლიოსათვის, ეს იქნება სიმშვიდის საფუძველი, მაგრამ თუ ეს მოხდა პირიქით, რა თქმა უნდა, პროცესების სირთულე იქნება სახეზე. ევროპა, რა თქმა უნდა, აქ საუბრობს ახლა საქართველოს დამოუკიდებლობაზე, თავისუფლების ხარისზე, დემოკრატიის, ასე ვთქვათ, გარკვეული უკუსლად დაგვიფიქსირა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავად უჭირს ევროპას და თავად კარგავს უკვე სუვერენიტეტს. ისე რომ ეს გადაწყვეტილებაც იყო მაჩვენებელი იმისა, საქართველოსთან მიმართებაში გულისხმობ გუშინდე გადაწყვეტილებას, ეს იყო მანიშნებელი იმისა, რომ ევროპულ დემოკრატიას ძალიან უჭირს. და ამას არა მხოლოდ ჩვენ ქართველი პოლიტიკოსები ვამბობთ, არამედ ეს თავად ევროპული ქვეყნის ლიდერებიც კი ამაზე უკვე საუბრობენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება სწორედ ამის მანიშნებელია. ისე რომ მე ვფიქრობ, ბრძოლები და პოლიტიკურ ბრძოლებს გულისხმობ, ჯერ კიდევ წინ არის, მაგრამ აქ მთავარია რომ უკრაინის ომი დასრულდეს და ცხელი წერტილები, ეს იქნება უკრაინა თუ ეს იქნება ახლო აღმოსავლეთი, რომ ჩაცხრეს და მას დასასრული ქონდეს. მე ვფიქრობ, ამის პროცესი უკვე დაწყებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამისათვის საკეთებელი არაფერი აქვს თავად ამერიკას. ბატონ დიმიტრი, აი ამ კუთხით საინტერესო საგულისხმო ინფორმაცია ვრცელდება Financial Times-ის მეშვეობით, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირში გასადენებით მიწოდებული რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის აღდგენაზე მსჯელობენ. იქ საუბარია, რომ აღდგენა მოხდეს თქვათ რუსეთიდან გაზის მიწოდებისა. ამ ომის დასაწყის თუ გავიხსენებთ და ომის შედეგს, ხო, ფაქტია, ამ ომით რუსეთ თუ უკრაინის ომით ამერიკის შეერთებული შტატები გლობალური თვალსაზრისით კიდევ უფრო გამყარდა თუ რაღაც კუთხით დაწინაურდა, ხო? მით უმეტეს მის ველზე არ მიმდინარეობდა, მისგან მოშორებით მიმდინარეობს პროცესი, სადაც იგი ბევრი მიმართულებით მომგებიან პოზიციაშია და მის თავარ მეტოქეს ასუსტებს. ახლა ამ თემას არ განვავრცობ. თუმცა როგორც კი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, პირველი პოლიტიკური ამ დომინანტობის გლობალური პოლიტიკაში დომინანტობის გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური თვალსაზრისითაც ამერიკა გახდა ევროპული ენერგომოხმარების დომინანტი მიმწოდებელი. ხო, მისი თხევადი გაზით და ევროპაში გასაგებია, რომ ამან ფასების ზრდა გამოიწვია, იმიტომ რომ დივერსიფიცირება თალსახად ერთ კონკრეტულ წერტილზე გადაერთო ამერიკულ თხევად გაზზე. და ამ შემთხვევაში ამ
სიახლეში Financial Times-ისა იქ აქცენტი არის გაკეთებული, რომ თქვათ რუსული გაზის ევროპაში მიწოდების აღდგენის მომენტი შეიძლება რუსეთისთვის ერთ-ერთი დამატებითი ფაქტორი გახდეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების თვალსაზრისით. ეს გასაგებია კარგი შეფუთვის საგნათად შეიძლება განვიხილოთ. მოკლედ იგივე ამერიკა-ევროპის ურთიერთობის ჭრილში, რა თქმა უნდა, ევროპაც ალბათ ეცდება, რომ თავის პოზიციები შეინარჩუნოს ცალსახად და იგივე ამერიკას აგზავნოს, რომ იგივე მის კონტინენტზე მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში მას განსაკუთრებული როლი აქვს და აი ასეთი ინიციატივა მათი მხრიდან წამოსული ხომ არ არის აი ამ სიგნალის გაშვება ტრამპისთვის. აქ ორი მომენტი, ერთი რომ მე მინდა ჩემი პოზიციები შევინარჩუნო და მეორე ის რომ შერადგან ამბობ ომის დასრულებაზე, მე ომის დასრულების კიდევ აი ერთ თემატიკას აი ასე წამოვაყენებ. თუმცა რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ტრამპისთვის, რომელიც მხოლოდ არა, მაგრამ მეტწილად ეკონომიკური მხარე უფრო დომინანტია პოლიტიკაში, ხო? რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები დისტანცირებული ვერ იქნება ეკონომიკისგან, მით უმეტეს რომ სახეზეა ის, რომ სანქციებმა ბუმერანგის როლი ითამაშა თავად ევროპისთვის და ეს უკვე სახეზეა, რომ ენერგომატარებლების ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუმცა იმაში დაგეთანხმებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას არავითარი ზიანი არ მიუღია, პირიქით ციფრობრივად შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო რამდენი წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა ამერიკის შეერთებული ეკონომიკა 14 ტრილიონიდან ის გაიზარდა 28-მდე და ამ პერიოდში პირიქით ევროპის ეკონომიკა განიცდის სტაგნაციას. ეს ენერგომატარებლებზეც შეეტყო და აქაც სხვათა შორის მინდა არგუმენტად გამოვიყენო აი ეს მოცემულობა, რომ საქართველომ როგორი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ის არ ჩაერთო ამ სანქციების პროცესში, იმიტომ რომ სანქციები მხოლოდ საქართველოს დააზიანებდა, ამხელა პრაქტიკულად ერთობლივმა სანქციამ რუსეთის ეკონომიკას დიდად ოსტროში მოსალოდნელი ზიანი ვერ მიაყენა და ქართულ ეკონომიკას რა ზიანი მეეყენებინა რუსეთის, ის დაანგრევდა საკუთარ ეკონომიკას და სხვათა შორის მიზანიც ეს იყო, რომ თორე ხა საერთო სურათში სანქციების საერთო მოცემულობაში ქართული სანქციების შენატანი აქ რა თქმა უნდა ვერავითარ როლს ვერ ითამაშებდა, მაგრამ აქაც იყო გამიზნული, რომ ეს გამოიწვევდა ქართული ეკონომიკის ნგრევას, რა თქმა უნდა გაუჭირდებოდა შიდა დაფინანსების პროცესები უკვე სახელმწიფოს, იგივე თქვა ჯანდაცვის პროგრამებს ვერ დააფინანსებდა, პენსიებს ვერ გაცემდა, სოციალურ პროგრამებს ვერ დააფინანსებდა, სოციალური აფეთქება იქნებოდა სახეზე. ესაც იყო შემოვლითი გზა საქართველოში არეულობის შემოტანის, ხელისუფლების შეცვლის და ამ ასე ვთქვათ სასურველი მორჩილების პროცესში უკვე ქართული სახელმწიფოს თავიდან ბოლომდე ცალფეხზე დგომით ჩართვის. რაც შეეხება ამ ეკონომიკურ პროცესებს, აი სწორედ აქ არის ჩინეთის როლი ძალიან მნიშვნელოვანი. ჩინეთი როგორც სამხედრო საფრთხე დღეს მსოფლიოსთვის ჩინეთი არ წარმოადგენს არავისთვის სამხედრო საფრთხეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ის არის ძალიან დიდი მოთამაშე მსოფლიო ეკონომიკის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ყველასათვის გასათვალისწინებელი ხდება მისი ფაქტორი. როგორც ეკონომიკიდან და რა თქმა უნდა, ეს უკვე მიბულია პოლიტიკურ პროცესებთანაც. იგივე შუადერეფნის როლში კიდევ უფრო ძლიერდება ჩინეთის როლი და ასევე ამ შემთხვევაში ჩვენი ეკონომიკური ფაქტორის გაძლიერება პოლიტიკური სტაბილურობის და გარანტიის მეტ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს. და სწორედ ამიტომაც გარკვეული ასე ვთქვათ დაინტერესებული ჯგუფები ეწინააღმდეგებიან, რომ შუადერეფნის პროექტი იყოს რეალიზებადი საქართველოში. ამას რა თქმა უნდა უფრო მეტად უყურებენ ეჭვის თვალით პოლიტიკური გადმოსახედიდან, რომ დასავლეთის გავლენა ახლო აღმოსავლეთზე ამ დერეფნის ჭრილში შემცირდება. ამიტომ საზოგადოებაც, როდესაც ზოგჯერ მშრალად უსმენს და უყურებს პროცესებს, უყურებს იმას, რასაც ხედავს, ისმენს და ჯერა იმის რა განცხადებებს კეთდება, ხშირად ეს პროცესები უფრო ღრმაა, უფრო სიღრმისეულია, უფრო საყურადღებოა, ვიდრე მხოლოდ ასეთი ზედაპირული შეფასებებით. იგივე როგორც აი მაგალითისათვის მოვიყვანა, როდესაც შესადარად მინდა ამ პროცესს
როდესაც თავარ პოლიტიკურ მოედანზე რუსთაველზე ხდებოდა აქტიურად ცდელობა ფორმირებისა უკრაინიზაციის ანუ მაედნის და ბალტიისპირეთის ქვეყნები როგორ აქტიურობდნენ ტრიბუნაზე და ამაზე ბევრი საუბარი იყო. ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი აქტიურად უკრავდა ამას სტაჟს. მინდა გითხრათ რომ მათი მხრიდანაც არ იყო ეს მხოლოდ ერთი ინტერესი რომ საქართველოში რამენაირად ასე ვთქვათ დემოკრატია ამ ფორმით მათ დაეცვათ. მათი ინტერესი იყო სხვა და არაერთხელ მithქვამს და ამიხსნია ეს რომ მეორე ფრონტის შესაძლო ვარიანტად საქართველოსთან ერთად იყო განხილული ბალტიისპირეთი. რა თქმა უნდა ბალტიისპირეთმა იცოდა ეს რომ თუ კი საქართველოს ცეცხლი აინთებოდა რუსეთის საწინააღმდეგოდ მაშინ ბალტიისპირეთი ამ პროცესიდან თავისუფლებოდა. ასე რომ ისინი უყურებდნენ საქართველოს როგორც მეხამრიც მათი ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მათ ერჩივნათ რომ ეს ცეცხლი აკანტებულიყო. სწორედ ამიტომ ტრიბუნას ააქტიურებდნენ და ამ დროს ახალგაზრდების ნაწილი რა თქმა უნდა ტაშისკვრით ხდებოდა მათ ტრიბუნაზე გამოსვლას, არადა ისინი ტაშს უკრავდნენ საკუთარ საფრთხეს და საკუთარი ქვეყნის უკრაინიზაციის პროცესს. კი ბატონო. ბატონ დიმიტრი, სამწუხაროდ ჩვენი საეთრო დრო იწურება, მე კიდევ მინდოდა გამოხმაურებოდი ჩვენ სამეზობლო პოლიტიკის მიმდინარე პროცესებს, ჩვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკვე ახალი შემადგენლობით აზერბაიჯანთან იყო საქმიანი ვიზიტი, დღეს აგერ პრემიერ-მინისტრი იმყოფება სომხეთში, საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა, ამ ხრივ შეფასებების მოსმენაც მინდოდა, თუმცა ჩვენ ახლა სწორედ საინფორმაციო ბლოგს უნდა დავუთმოთ პირდაპირ ეთერი, იმიტომ რომ პრემიერისა და მისი კოლეგის შეხვედრის დეტალების და პირდაპირ ეთერში ამ ყველაფრის მოსმენის საშუალება უნდა მივცეთ რადიოს მოსვლას. თქვენ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ მობრძანდით და თქვენი პოზიცია გაგვიზიარეთ. დიდი მადლობა. ჩვენ გავაგრძელებთ გონიო პოლიტიკის წარმოებას, დავიცავთ საფრთხებისგან თავს და ასევე გავააქტიურებთ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რაც საქართველოს მოუტანს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სტაბილურობას და წესვას. ბატონი დიმიტრი ხუნდაძე იყო ჩვენი სტუმარი, ხალხის ზალის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი და დეპუტატთან ჩვენი დიალოგი რადიო ემტის Facebook გვერდზე აჯერდება დროებით.